მოიდი. ბარბარე მაგადგილდა უნდა აგაძევო, ცოტა ხანი იყავ. ეს ადგილია ხატვის. აი მიხარ გარეთ გაიხედეთ, მზე ნახეთ რა, არ ვიცი როგორ ჩასაი ჩანს ეხა. რა ვიცი. ეხა დავლიყავა დაბლათან მამიდას ველაპარაკებოდი და დაახლოებით გეტყვით ეხა რომ სადღაც საერთხელი ავიღო სადღაც აი 9 საათის წინ შევედი აბანოში რა წვიმდა სკოლიდან მოვიდე ნინო ცეკვაზე გავუშვი უცბად ჩქარა ჭამა და ეთმები რაღაცა და წავიდე კოსას უკეთებ ხო და წვიმდა და ხალათი ჩავიტანე ტანსაცმელებთან ერთად რომ ჩავიცვა თქო რომ არ შემცირდეს რო ყავაც მინდოდა თალაშაც მოვიდა და კომპიუტერს ცალია კარგად დავდო აი ეს დავდებ მაგათ მოვარდეს ხო და კომპიუტერს ცალია და დავხატო ხალხნოს ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად აი სახალწროთ რომ ვორკა გაქვს ხო იცი აი მსგავსი სტილისაჩო ერთადერთი ლუსტრები ჭაღები არ დამიწმენდი თორე აი დანარჩენი მართლა ყველაფერი გავაკეთე და რაღაცნაირად ვარ მსუბუქად ზუსტად 3:30-ზე მოვჩიე ყველაფერი ხო და ეხლა რომ დახატვას დავიწყებდი მე ყველა ვარიანტი დაბანა დამეზარებოდა თან სუაბლაბუდიანი ვიყავ ხო და ეხლა ყველაფერი მოვითავე საჭმელიც გავაკეთე და всё დღეს პარასკევია ხვალე სახში არიან გაკვეთილებით არის სწავლის ნინო ხვალე დიდი ხანმა მეძინოს ცოტა არ დავინახო ვინმე მგამაო გუშინი რა კაი იყო კი არა გუშინი უკაი კაცო გუშინი მეძინა დღეს სურო რა ვიცი გავიხე რო იტყვიან 4 საროჭკა მაქვს და სახატი 4 უნდა დავხატო. ეხა მომწერეს რამდენიმე და მეთქი დღეს შანსი არ არის არ მომიტანოთ თქო ხვალე ან ზეგ. ეხა დღეს რომ მოეტანათ მე რაღაცა მომდის. ანუ ნერვიულობ ხოლმე რომ მგონია რომ ანუ ხო უბრალოდ რაოდენობრივად ალაგია და რაღაც და მგონია რომ ანუ მე ვაგვიანებ რა რო ხედავთ მას და მე შეიძლება რომ მოიტანე თან არ გცხლოდე წამდამცავი რო წავიდე თავს ხმა იყო და ისა ვქენი ოქი კაპიშონიანი კურტკა აცვია რომ ჩქარა წავიდა და ბავშვი ზაფხულში მოვიდა სახში ნესტიანი ხო არ არის ეგ საწოლზე მიკიდე და მე დღეს მინდოდა კიდე ზამთრისები ოფიციალურად შემელაგებინე, მაგრამ ბავშვს დუტიათვია, რა უნდა შევალაგო, საფრთხოსად დავაგდო. ჯვარულში რაღაცა ჭრო. აჰა, ესეც ეს. ხო. არ დავყიდო ეს. საწოლზე მიფინე რო ზედა მხარე ზემოთ იყოს ცოტა ის გაუაროს იმიტომ წეღარ წახველი ნესტი იყო და ნესტი რა წიწკლავდა და ესე ეხლა ბოლოსარეცხი გამოირთო და არ გამომიღია უბრალოდ გავთიშე და გაუაღე კარები ეს არის რა ქვია სამი პირი დავრეცხე ერთი იყო სამსახურისა რო დრო მორჩეთ მე ვწვალობ ხოლმე მაგის გაშრობაზე და ერთი იყო სამსახურის მოდი იქ დავჭდები აი ვიყუდო რაღაც შეთ მინდა და დანარჩენი ესე ბავშვების და რაღაცა რა და გავფინე კარგად გემრიელად გავფინე ხო და როგორც კი ბოლო შპილკა გავუკეთე გაწვიმდა მანიჩკა მოვიდა იონე სადაა ხომ ხო დაგირეკი ხოდა ეხლა სულ ყველაფერი კიდია ზემ აი ეს შიგნით შემოვკიდე ყველაფერი
ეს გამიშრეს. ხო და ის რაღაცა მოვიტანო რა აზრით. სადღა დავკიდო. კი არის მზე, მაგრამ მეზარებ ხა ისევ გადაკიდე. კომპიუტერი დაბრამა. დაქირავებულ სიყვარულს უყურებ. გულდასმით. აბა რამდენი ხარ შემსავით. ეხლა თან დავხატავ, თან მაგას უყურებ და კაი, კარგად გართობის ერთი. ხო დღეს მინდოდა ყველა ყვავილი გამეტანა გარეთ და მომერწყა. არა ამდე დამოვეწყე. თუ გაწვიმდება, ყველა ყვავილს ჩავიტან და ეზოში დავდებ. წვიმის წყალი ხო უყვარს. ბარაქის ხესაც ვეტყვიოანეს მომეხმაროს. იცი რას ვიზავ, ძირზე ცოტა პარკს შემოვაკრავ, რომ ძალიან არ დაიჟღინთოს. რომ აი ფოთლები გაიწმინდოს, ფოთლები და გაიწმინდოს, აი ფოთლებიდანაც იღებს იმას წყალს და წვიმის წყალი სჭირდება აბსოლუტურად რა და გავიტან და სულ ყველას დავალაგებ ეზოში თუ გაწვიმდა. ნუ წვიმასაც გააჩნი. ისეთი არა რომ ჩაზეკოს. მასე ვიზავ. დილანდელი მანიკური რო წავისი ხო იცით? ლამაზად მანიკური უნდა გავისავქნა მეთქი, შეხედეთ. დამძვრა, სულ დამძვრა წინა მხარეებს. ის რაღაც სკოლის ღონისძიება სამშაბათს ამ სამშაბათს ახლა რო იქნება და ხვალზე გმაზე იქ სამშაბათს? და ისინი დღეს რა რიცხვია? თეთრი ზედა და შავი მაი. შავი მაიკა და ტრუსკი? თეთრი ზედა შავი მაიკა და ნიფხავ. თეთრი ზედა გააქვს? ხო. გზემკლავიანიც გაქვს და მე მგონი მოკლეკლავიანიც და შავი ქვედა რა გაქვს? ის ჯინსის შორალი რო არის ვითომ ჯინსი. ლოჯიც რომ აქ ეგ დათუნიავს რა იმას და ეგ შავია მე. ხო შავიც ხო არის. ეგეთი ხომ აქ სადღაცას გაქვს შენახული. შავი ჯინსი არა შვილო სადღაც. ჯინსი რა უნდა ჩაიცოს? მე რა სერზე. ჯინსი არის მუქი ლურჯი გაქვს, შავი არც ერთი არა გაქვს. გაქვს ხო შავი, მაგრამ ეგ პატარა იყო და მე მგონი ფშტ. დაჭერდი, ნუ გაიგრიჭეთ. დაჭერდი. და ხოლე რომ აღარ მიდიოდ შევიდეს სწავლეთ. უი, ეგ უნდა მეკითხა მარინაზე ამბობ. გუშინ უნდა წავსულიყავით, დღეს უნდა წავსულიყავით და ვერ წაველი რა მაგის გამო და ეხა დღეს თუ მე კარგად მოვიქცევი და არცვე აუ გეხვეწებ შენი ხო არა გაქვს გამოწერილი. მიდის ძველი ტელეფონი მიდევ, აბა იქნებ ინტერნეტი ჩაიჭრას ნახულობა თან პარალელურად. თუ ვინმე იცით, ვიცი რომ სამუშაო დღეებში არის, მაგრამ შაბათი და კვირა მარინა მუშაობს. დედაჩები არა კაცო, შოპ მარინაზე ვამბობ. ხოლე თუ მუშაობს, ხვალე წავალ დილით. ხოლე 3-2-ზე სკოლაზე. 3-2-ზე პირველზე, რომელიც ზუსტად. მოდის რა მაქვს შორეთში. ორის მერე. ჩვენ თუ წავალთ დილით 9-ისთვის წავალთ, რომ სადღაც უფრო დაჟე ადრეც. სამამდე მოვალთ. რომ, რავი, შვილო 9-ზე წასული იქ, რომ 9-ზე გაიღება, 2-მდე რა მინდა, ის კი უნდა ავყარო. იმიერით. მოკლედ, მაინტერესებს მუშაობს თუ არა. შოპ მარინა. ეხლა რომ ნახო რა აზრი აქვს, ახლა ნუ რა სავნახავ არ ვიცი, მაგრამ აუ თუ იცით მომწერეთ რა. მე ხო ვარ ნამყოფი, მაგრამ არ მახსოვს შაბათს ვარ, თუ მე მგონი უფრო სამუშაო დღეებში ვარ ნამყოფი და მართლა არ მახსოვს. თან იცი რა თმინდა, რომ თუ რამეს ვერ ვნახავ თქო, გავითვალისწინო რა, რომ სხვაგან მოვიძიო, იმიტომ რომ ეხლა როგორია თურქეთში წასვლის წინო დღეს რო წავიდე და ვერაფერი ვერ ვიყიდო, ფაქტიურად შიშვლები წავალთ. ამით ხო არ წავალ. ჩაირთას. ეს არის ჩემი საყვარელი ტელეფონი. აი, ხო ძველი გაუბედურებული ის არის, მაგრამ აი რაღაცნაირია. კამერა აქვს მგელი. ეს 8 არის თუ 9? შენი რა არის? ესე იგი ჩემი 8 არის. ის იმასაც გაუშტერდა. არა, ეს ძალიან მართლა 5 წელი ვირივით მემსახურა, ოღონდ მართლა. ეს 5 წელია. რედმი მაგარია. კამერა აქვს ამოხერს კაი და ხანდახან რო ჭყაზე მოდის, ხომ ეხლა რამდენი ხანი ერთვება. ვიდეოებს კარგს იღებს და ვლოგებისთვის იმაშვები. რა ვიცი. ირონი და სამზარეული. კაი ხო. რა არის ხელაკაცია. ეს შაქ.
ვიცი, ეგა მეც ამ ხდება ხოლმე, მეც არა. ხო, ეხლა გუშინ წეღან გამახსენდა უცბად. ალბათ ერთი, რა ვიცი, სადღაც 2 საათი ნახევარი გაუჩერებლად დაახლოებით, აი თარო კარტოფილი და კერძი რო დავდგი 2 საათი ნახევარი გაუჩერებლად ვალაგე. თან იცი როგორ ვალაგე, რო არსად არ მეჩქარება, აი ძირის ძიობამდე, ლამაზად, ყველა აი ესენი მტრეების ყველაფერი რომ მოუწმინდე რაღაცა და ეს ყველაფერი გავაკეთე ნაუშნიკებით და მუსიკით. და ვუსმენდი აზერბაიჯანელი ბიჭია, თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე დღის წინ ვახსენე კიდეც დაიგვიანეს რომ ღერის და უსინათლო ყოფილა ეგ ბიჭი, არ ვიცოდი და პატარა ყოფილა. 18 წლის ბავშვი ყოფილა. მე მეგონა იყო დიდი და თარო ჩოხაში იმაზე რომ სათვალე ეკეთა, თქვი რომ აი ხა ეს სათვალე რაღაცა უკეთი, აი რა არის ხა ჩოხა და სათვალე თქვა, ნუ ისე რა კონცერტზე. თუმცა უსინათლოა და მაგიტო უკეთია სათვალე და იმიტომ რომ ნაყრანტალო. მაგას ვუსმენდი. მერე სოფო ბათილაშვილისას ვუსმენდი, იგივეს დაიგვიანეს, აი მაგ დროსაც სოფო 18 წლისა იყო, ეგ რო იმღერა და ძალიან მომწონს. და მე პარალელურად რაღაცა ხო თავისით რო ირთვება, რაღაცას რო აკეთებ, თავისით რო ჩაირთვება YouTube-ს ხო აკეთებს და ძირითადად ჩაირთო თემო ხვიბლიანის სიმღერები. და ისე გავედი ბოლოში. მე ისე ავიკრიფე რომ დაბლა სადაც საკეიფო ოთახია და რაღაცა იქ იყიდა ლაშამ ესე მე უნდა განახოთ მაცივარი იყიდა იმის საყინულები ასახდელი. ხო და ეგ რო დადგა რაღაცა მიწია მოწია და ეგ მქონდა მოსაწესრიგებელი და მოაწესრიგე გამოვწმინე, მე კუხნაშიც გამოვწმინე და ისე გამოვიხედე და ყველაფერი მოსჩენილი. ანუ ისე გავიდა ეგ პერიოდი რომ ვერ გავიგე, აი სასიამოვნოთ რა და მოკლედ მთელი დღის მანძილზე ეს ტელეფონი არის დატვირთული და გაუბედურებული. დროზე გამიშრეს რომ უნდა დავიწყო სადღაცას ხატვის დროს ესე ვერ ვიზავ. ნერვოზი დამიმართება. ხო, ეხა გუში რა ვქენი? გუში. ხო, გუში. 4 შაბათს არ ვიცი რატო, რაღაცნაირად სამსახურში დედამახსენა რომ როგორ დიდი სიამოვნებითო წავიდოდიო ურსას კონცერტზეო. და ხა ვუსმენ ხოლმე მაგის სიმღერებს, ეხლა ესე რომ ირთვება სიამოვნებს, რა ნუ ზოგადად ქართული სიმღერები მიყვარს ასეთი სტილის. და მეც ვუსმენ ხოლმე და როდის არის თქო? 10-შიო. და აი მე როგორ მინდა წავს? ზოგადად დედა ჩემიც როგორი ტიპის ადამიანია? აი თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეგ ერთადერთი რამეა, რაც აი 38 წლის მანძილზე დედა ჩემისგან გამიგია რამე უნდა. მოვედი სახში. მე რა ვიცი, არც ვიცოდი ურსას რო კონცერტი ჰქონდა, რა ვიცი, არ ვიცოდი. ინა ურსა. ჯგუფი როა იმას რომ ღერის მინდა ფრთები გავშალო. ხო იცი? და 10-შია კონცერტი 8 საათზე ფილარმონიაში შევედი პეტკი. როგორ მინდაო რა, ესაო რა, ურსას კონცერტზე წასვლა ისე მიყვარსო, ისე ანუ აი მაგ წინადადებით შემიძლია აღწერო 38 ჯერ არა ვარ 38 სექტემბერში ხდება. 38 წლის მანძილზე პირველად გავიგე დედაჩემის პირიდან აი ეს მინდაო რო თქვა და მეთქი უნდა შევიდე და ვიყიდო ბილეთი. იქ დამიწერეს რომ ისაო რა გიჩქარებოდა. არის 45-დან თუ 35-დან იწყება ბილეთები 80 და რაღაცაზე. ანუ ხო ადგილების მიხედვით და არის ეს იაფიანი ბილეთები, აი იქ მამაჩემის მამის მამასთან არის, იქ უნდა ჯდე. რა აზრი აქვს იქ. და სხვა შორის ვიფიქრე რომ აი ორი ერთად რო იყოს, კაი მეთქი ჯანდაბას. მაგრამ არ არის. აი ერთი რო აქ არის, ერთი იქ, ერთი იქ, ესეთი ადგილებია დარჩენილი და ჯანდაბას ვიფიქრე. სხვა დროსაც ხო ჩაატარებდი. და ისა, იმედია გამაფრთხილებთ რომ ურსას კონცერტი თქვენი მეცეო არ იწოდებით, რომ იმიტომ რომ ისე აი რო დაამთავრებენ მაშინ გავიგებ მე რომ ურსას კონცერტია. 2 ბილეთს ვიყიდი მეთქი. გადავთვალე ახლა შაბათია, ვეტყვი შაბათს
დავგეგმე რა, რომ ვეტყოდი თამთას, ჩემი უფროს, რომ ცოტა ადრე გამოუშვი, რომ სამსახურში ან მაგ დღით სახში ყოფილიყო, გაათავისუფლე რაღაცა. თამთასთან უნდა მომეგვარებინა ეგ ამბავი და ნინო მიშლის ხელს ეგ ხმა. ნინო ხმა მიშლის ხელს. ხო და ისა, ჩავუვლიდი. მარშრუტით წავიდოდით, კაცო, ჩვეულებრივ იმაზე, რა ქვია, 8 საათზე იწყებოდა. 7-ზე იქ უნდა ყოფილიყავი. დამთავრდებოდა და გავიდოდი ისე მეტროთი და ამოვიდოდი ტაქსით და მორჩა. ყველაფერი დავგეგმე რა, ანუ ეგ უკვე დაგეგმილი მქონდა, რომ ბილეთების საკითხად შევედი და ვერაღარ შეკარგატო. რამდენი ხანი იხდება. აი გეწერა, აი გეცეთ. ხო და აი ესე ჩამოვეშალა გეგმები. ხო და იცოდეთ. წინა ადგილებიც არის. ნახე, აქეთ და აქეთ ძალიან აი იცი როგორ არის აი აშკარად უკვე რომ ნარჩევი ადგილები, უბრალოდ იცი როგორ არის აი არასასურველი ადგილები რა, აი მაგას მართლა ჯობია, ეხა წინ კი არის ადგილი რაღაცა იქით და იქით, მაგრამ მაგას ჯობია ისე მეორე კონცერტს დაელოდო და თავის დროზე შეხვიდე და იყიდო. თან იგი ადვილია ონლაინ, ეხა იმიტომ რომ ფიზიკურად იქ რომ მიხვიდე ვეღარ იყიდი ბილეთს. სად იყიდი? ყველაფერი ონლაინ არის. ხო და ესე მომივიდა მოკლედ ესე ეგ ამბავი რა. გეგმები ჩაუმეშალა. რა ვიცი კაცო, რაღაცა ანრი ჯოხაძის კონცერტი რომ უნდა ყოფილიყო და ეხაც შემხვდა, ეხაც ატარებს კონცერტს. ეგენი ამომივარდა და რაღაცა და ის რატო არ მომხვდა თვალში, მაგრამ ანუ რო არ ეთქო ვერ წარმოვიდგედი რომ უნდოდა. არა უშუალოდ კიდე ჩაატარები. უფრო ბევრი ახალი სიმღერა ექნება და ეს. მე წარმოვიდგინე. ეხა ერთი რაღაცა სასაცილოც უნდა გითხრა. ბავშვებს რო ალოცინე, ანუ ბავშვებს რო დაბადების დღე აქვს ხო იცი და ფეხბურთელებს რო მიწერენ, რომ აუგეხვეწებიო რაღაც. მილოცვა ჩამიწერე მაგალითად, აი მე რომელიღაცა ფეხბურთელს რომ მივწერო, აი ჩემს შვილს ნინოს დაბადების დღე და იქნებ მესენჯერში მილოცვა ჩამიგდო და ანუ ხო არის ეგეთი რაღაცა და ამას წინა ჯგუფი აღმოვაჩინე Facebook-ზე, რომ წერს ერთი პოსტს, რომ აუგეხვეწებითო მაგალითად გიორგის სახელზე ნაკრების რომელიმე ფეხბურთელის მილოცვა თუ გაქვთ, ჩააგდეთ, ანუ ნახე რა ხდება, ანუ მე რო ჩემს შვილს მივალოცინო, ანუ კონკრეტულად რო ჩემს შვილს ეძღვნება ვიდეო ის, მე ამ ყველაფერს ინტერნეტში სხვა ვადლებ, ანუ სხვა თავის ნინოს მისცემს, ანუ ჩვეულებრივი ბაზარი. ეხლა წარმოვიდგინე, რომ არ ვიცი ამ ბიჭს რა ქვია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ 1 დეკემბრისთვის დედაჩემის დაბადების დღეზე წერ და მეუბნები, რომ დედაჩემის დაბადების დღე მიულოცებთ. დედაჩემ სოციალური ქსელი არ აქვს ვერა ნახავდა, მაგრამ მე ვანახებდი. ხო და ეგ გაჯერ დღის წესრიგში. სავარაუდოდ ისეთი სიტუაცია, რომ ეხლა მივწერო ჯობია, რომ დეკემბრამდე მომისწროს. ანუ მე ეგ რაღაცებს რო წარმოვიდგინე, მე თვითონ მეცინება. დროა ეხა მანან ადგე და დაიწყო შენი საქმიანობა, მანამდე ნინო გაიქცევა, მაგრამ იყო ვისადგან და სად უნდა გაიქცე. უნდა მეთქო კომპიუტერი ამოვიტანე, მეთქო ლაშის კომპიუტერი ხო არა. წეღან ესრისთვის გამოვიტანე და მოვიწყე. ინტერნეტიც არის. თან ჩემი ფისოს სურათი აქა და ვერ ვაგდებ. სუპს რო ვაკეთებდი, იქ მქონდა ჩატანილი ჩემი კომპიუტერი და ვყურებდი იმას რა. ამ წუთას ვერ ხდება Facebook-ზე შესვლა. რატო რა შვიდობა? შედიხარ შენ? აჰა, შევიდა. ეხა მინდა მე რა იყო შოპ მარინა, ხო? ამ ტელეფონს ნელა უნდა მიყვა, თორე მეცა ინგლისურად უნდა დავწეროთ, სანამ ეს ინგლისურზე გადაიყვანს ეხა. შოპ მარინა. ეს არა. რომელია შოპ მარინა?
არა. და ხურული ჯგუფი შოპმარინაო. უეჭველი სადღაც სხვაგანაო არა. ინგლისურად მინდა გაბა გადაიყვანე. აჰა, შოპმარინა. ინგლისურად ეხა ყველანი ზესწკურა თავად. გამოწერილია და რატო არა მხვდება ამისი პოსტები? აკე ინტერნეტთან კავშირი არ არის. აი ეს ყველაფერი აღარ ჩაირთვე. მორჩა ამის მოღვაწეობა ჩავხდე და გამოვიდა. მოკლედ ერთი ეგ სათხოვარი მაქვს რა თუ აი ზუსტად რო იცოდეთ რომ ხვალე მუშაობს. აი ეგ მითხარით რომ ხვალ მე და ბარბარე წავიდეთ. იმიტომ რომ ბარემ ბარბარის რაღაცები მოვათავ ვიყიდო. რომ მე იონეს არაფერი ისეთი, მაგრამ მაინც მინდა კროქსები მინდა უყიდო იონეს, რომ გზაში ჩაიცვას. ჩემი კროქსები რომელიც შაშან მეცვა, ანუ რო ჩავიცვი ხა, ვერა რა, შაშვანო ვიფიქრე რომ ეს სავარაუდოდ შეიძლება 1-2 წელში ბარბარე მიხმაროს ისე ან ეზოში ან არა და ძალიან მართლა საყვარელი ისინია კროქსებია და თუნდაც ისე და რა ვიცი ამან არ მომწონსო და კროქსები არ მეყარს, გზაში ვერ უნდა ჩავიცვი. ბუტასების მეტი რა გაქვს. ასე რომ ბევრდა ვიყიდო რამე. ხო და აი მაგას თუ მომწერთ. აი გოგო ბიჭები იქნებით რომ ზუსტად ვიცოდე რომ ხვალე მუშაობს და ეხლა რო გავთიშე ამ ტელეფონით ნახავ Facebook გვერდს რომ თან იცი რა არის არ მინდა რომ აი ნარჩევ ტანსაცმელში მივიდე. არც ის არ მინდა ხოლმე რომ აი რო გამოაცხადებენ და ერთხელ მე როგორც ეხლა არც მაშინ არ მინახია მაგისი Facebook გვერდი და რომელიღაც მე და შენ არ ვიყავი ბევრი ხალხი რო იყო. ბანკეტისთვის თუ ქორწილისთვის წავედი მან და მე საშინელება ხდებოდა. ჭიანჭველებით დავდიოდით და არც ეგ სიტუაცია არ მინდა რა. აი სადღაც შუაში არც ის რო იყოს და არც ნარჩევი. ეხა მე კი იაფად ყიდიან ხოლმე რაღაცა, მაგრამ მიჩვენია ნორმალური თანხა მივცე, ეხა იმ ხრივ რაც 10 და 15 ლარები ღირს ეგ მივცე. და კარგად ხო და თქვენ პასუხს დაველოდები. მომავალ ვიდეომდე ხო, ისა ნახატებს რატო აღარ გვანახებ ხოლმეო და YouTube-ზე ნახატებს დავდებ, აი სულ რომ მორჩები, მაშინ ავკინძავ ხოლმე ერთ ვიდეოში ყველა ნახატს ჩემი წლევანდელი ბოლოზარის იმეებს. ხო და Facebook-ზე ვდებ ძირითადად რა, იმიტომ YouTube-ზე ფიზიკურად, როდესაც ვიდეოს ვიღებ, ეხლა ამ წამს 2 ცალი ნახატი მაქვს, რომელიც უნდა წაიღონ და უკვე დაკეცილი და დაბინავებული მაქვს რა და მე აუცილებლად განახებ სულ რომ მორჩები ერთიანად განახებ. წავედი ხლა. აბა ჰე, დროებით.